მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი და ვნახოთ აბა თქვენი ჩაფიქრებული გაშვება. როგორ ხასიათზეა, როგორ ენერგიებზეა და ასე შემდეგ ენერგიებშია უბრალოდ. რას გრძნობს? მისთვის არის გაშლა. სხვათა შორის აქ როგორი რაღაც არის ფინანსები ან რაღაც ახალის დასაწყისი ყველაფერი ადამიანმა ძალიან კარგად გაანალიზა და ისვენა თუ რა ვიცი თავის მოვლაზე გადავიდა საკუთარ თავი აღადგინა რაღაცა გააკეთა ისეთი რომ გადავიდეს ახალ საწყის პოზიციაზე აქ თითქოს აი ამბავი ჩიტო რა ზაგემრიელა ჭიკჭიკე Gabriela ჭიკჭიკე კაცო საიდან მოფრინდა მოვიდა 14 სართულზე თქვენ ჩაფიქრებულ მაინტერესებდა ხო ეთყობა ესე მომენტალურად გადართვა ემართება ამ ადამიანს ხო გონებიდან თუ რაღაც შეიძლება ავიწყდებით მომენტალურად იმიტომ რომ ესე რაღაცა შემოფრინდება საქმე ან საკითხი მის ცხოვრებაში რომელიც აქვს დღის წესრიგში და მოსაგვარებელი ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანს სწორი მიმართულება აქვს აღებული ეს არის ყველაზე ძალიან კარგი და როგორ არის კეთილი განწყობილიც არის თქვენს მიმართ სხვათა შორის მე ვერ ვიტყვი რომ აქ ცუდი განწყობით არის ან რაღაც ესეთი თემა ქონდეს არა სხვათა შორის სტაბილური პიროვნება არის ძალიან სტაბილური კი მართალია ყოველ შემთხვევაში მისი სიტყვა ამას არ აუსრულებია ჯერ და არ შეუსრულებია და არ გაუკეთებია მაგრამ სტაბილური პიროვნებაა მაინც ეჭვიანობს და ასევე იცოდეთ რომ რაღაც თქვენ შორის ხო მთლად ესე იგი ნახეთ სტაბილური არის მაგრამ მისი სიტყვა ამას თქვენთან არ გაუსტარებია და შესაძლებელია არც ეს სტაბილურობა არ უჩვენებია თქვენთვის და ან რაც შეგვირდა ეს ვერ შეუსრულებია ხო აქ პასუხისმგებლობაც ვერ აუღია ამ ადამიანს კი ეს ვერ გაუკეთებია მაგრამ ამაზე ყველაფერზე ეფიქრება კარგი რას გრძნობ კიდე ეფიქრება ნუ მაინც კაია რომ ეფიქრება ხო რას მოიფიქრებ მე ბოლო ეს კითხარი მაშინ რაც ხას მოვიფიქრე სხვათა შორის შეტყობინება რომ რაც ხა მოიფიქრა ექნება არ გაგიკვირდეთ ეს თემა შეტყობინება ნამდვილად ექნება რაღაც მოიფიქრეთ თქვენთან მიმართებაში ყოველ შემთხვევაში უფრო მეტი ძლიერად დაგანახებთ მის თავს უფრო მეტი დაჯერებულად იმასაც გეტყვით რომ მე ოჯახზე შვილებზე და ესეთ რაღაცებზე ვფიქრობ მეფიქრება მინდა ბედნიერი დასასრული მინდა ეს ყველაფერი რაღაც წინ წამოვიდეს და მოვა ეს თქვენთან სხვათა შორის მოდის ეს ადამიანი ერთ რაღაცას გავაშორებ აქ ეს გაშლები ხალხო ჩემზე არ არის მამაკაცებს მიმართავ თუ თქვენ ჩემ თავს იფიქრებთ აქ თუ უფიქრებთ როგორც არის
სულ ტყუილად, ნუ იხარჯებით, მე თქვენთვის ამ გაშლებს არ ვწერ. მოდის მეთქი ვწერ და მე მომადგებიან მერე. მოვედიოთ რას მეუბნებით, მაგითი საინტერესოა. ხო და იმითი მაინც უნდა მიხვდეთ, რომ ვარც რო გეუბნება, ხალი უნდა მიხვდე, რომ შენთვის არ იყო ესე იგი ეს გაშლა და რა ვიცი რა ნორმალურები ხარ საერთოდ. არც გიცნობთ ხალხო, კონტაქტი არა, მოგს გამარჯვებას არ გეუბნებით და რა მიბლუკუნებით მაქედან ვერ გავიგე. ვიღაცას ესეთნაირად იმიტომ წერ ამ გაშლას, რომ დედა მოდის თქვი და ჩემთან უნდა მობლაყუნდეთ. თავი დილას რო ადგებით, შემოურახუნეთ კედელს 1-2 იქნება, რა ვიცი, მოხვიდეს ცოტა გონს. ხო და ჩემთან არა და თქვენთან მოდის ეს კაცი კაცო. ჩემთან არა. მე რა თმინდა, ამდენ პატიჟ მე მომეწონება, კაცი კიდე წვეთყვი, ხო, მომეწონე და რა ვიცი. შეგხვდები თუ შემხვდები თუ კიდე ამ ჭკუაზე ვიქნები, იქნება რაცხა მე ვიფიქროთ, ხო, პირდაპირ ვეთქვი, არ მომერიდება, ნუ გეშინია თქვენ მაგის. მაგრამ მე თუ არ მინდა, კარებს მომადგენდი არ დავდაყირად ადგეს, მე ჯამე ეგიდო, ჯამე იხჭოს დავიდო, მოგვდი მეთქვი, ვეთქვი პირდაპირ. ეხლა, ხო გაქვთ თქო ჩამოკიდებული თქო. იმას რა ქვია, სკამს მე გამოგიწევ თქო, მე ამნაირი ტიპაჟი ვარ. მე თუ არ მინდა. ეხლა და ჩემზე რაღაცების კეთებას გიტანებთ და აი მაგლია, ხო თქვენ რაცხები შემომილოცა, შემომიბლუკუნოთ და აი ბლუკუნის ჭკუაზე ვიარო მე. აბარა. კიდევ ვერ გიცნივართ ბარეორ საკე, მადლობ. კიდევ ვერ გიცნივართ ბარეორს. კარგით, ნახოთ, მოდის ეს კაცი და რა უნდა ამასობაში თქვენთან. ნა. უბრალოდ რა არის, იცით, აი ზუსტად ამას გეუბნებით, კი მოდის, მაგრამ თქვენ რა ურთიერთობაც გინდათ, ესე იგი მე ტყუილად არ დამიწყე ამ თემაზე საუბარი. ზუსტად თავშივე გაუიასნეთ, მე მინდა სერიოზული ურთიერთობა თუ მე მინდა დავუშვათ ეს თავისუფალი ურთიერთობა და აქეთ-იქით გზდიო თუ არ გზდიო თუ გიცადო თუ არ გიცადო და რა ვიცი. ზოგ შეიძლება უკაცრავად, მაგრამ მაწანწალის ზაღლის როლში, უპატრონო მაწანწალის ზაღლის რო იქნება ამ როლში ყოფნა სიამოვნებს. აი ეგ თემა თავიდანვე გავუიასნეთ, იმიტომ რომ აქ ეს რაღაცა მე ჭკუის სასწავლებლად შემოდის თქვენ ცხოვრებაში. ნახეთ, მე რაღაცეებს დაგიმტკიცებთ და მე მასე კი არა შეცვლის, ხო ხვდებით? მეკოთნი არის ეს ვიღაცა. ქოთანს ყურსაითაც უნდა მეკოთნე, იქეთ მოაბამს და მე ისე იტყვის და მე როგორ არის ცხოვრების როლი გაკვეთილად დაგიფიქსირდება და ой, კარმული ყოფილა, მე იტყვით. არ არის კარმული. მოაშორეთ აქიდან, არაფერი არ გაქვთ თქვენ ამასთან დასამუშავებელი. ეს არის გზააბნეული ვიღაცა, ან ნუ ახლა მთლად გზააბნეული და არა, თუ გაწყობთ რაღაცა, ხო ხვდებით, მისი მაგრამ საქმე რაშია, თუ გაწყობზეც არ არის, აქ ადამიანი როდესაც შეგიქმნის ისე შთაბეჭდილებას, რომ თითქოს სერიოზულად შემოდის შენს ურთიერთობაში, ადამიანი უკვე სხვა რელსებზე გადადიხარ, ხო სერიოზულად, მოდი კარგი განვიხილავ, რატო გონია მამაკაცებს, რომ ქალმა დაუშვათ, აი სერიოზულად ფიქრობს ეს მამაკაცი, ამის უფლება არ აქვს იფიქროს. და ნაბიჯს რო გადადგამს, და უნდა იფიქროს, ეხლა იჭყიტოს, თქვენი მატყუებს ასაშობა თუ ისეშობა, ესეთი კაცები ხართ, ყველა ნაძირალები. და ბოლო-ბოლო, იმდენს იზამთ, იმხელა ძალას მე მოვიკრიბავ, ხო? აი ამ იმას, რა ქვია, აგერო მაგ. განახოთ, რომ დარწმუნდეთ, რაზე მაქვს საუბარი, არა? სამწუხაროდ საცხა გადამიგდია. პლასმასის არის თქო და ესე იგი გამოდის იმას მოვიტან, რა ქვია. თვითონ თუჯის ქვაბები არის, მოკლედ, ემისი, რა ქვია, ჯადოქრის მრგვალები აქ მედო და ახლა აღარ მიდევს და თქო გადალაგების დროს სხვანაირად გადავალაგე. და იმას პლასმასის არის კი არა, მართლა თუჯისას მოვიტან და შიგნით ჩააკრით ყველად ესეთ მამაკაცებს და გამოგხარშავთ საპონი მაინც გამოვა ერთ კაი და დევიბანთ აგერ ქალები გავლამაზდების კიდე თქვენს ხარჯს. მაგრამ გონიათ მაინც
ფულის ეკონომიას გავაკეთებ და რაღაცას მაინც გავაკეთებს თქვენით. იმდენი სამთესლობაცები. კაი, ნახოთ რამე შეიძლება აქ. რაღა უნდა გითხრათ. ყველაფერი გითხართ, მაგრამ თქვენ აქ ძლიერ ქალბატონი ხართ, ამას არ ჭამთ მაინც. თუმცა რაღაცნაირად მაინც ეს გაფრთხილება შეიძლება ვინმეს გჭირდებოდა და შემოვიდა. თქვენ შეგიძლიათ, საქმე იმაში არის, რომ იმ ხელას იძლიერა გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ, რომ გლიჯოთ ვარი ესე პირდაპირ მუჭით კბილებში თანაც. ესეთი რაღაცა შეგიძლიათ და არ მოტყუებიოთ, თავი არც არავის გამოაყენებინოთ და არც წერას ჩათვლებინოთ რა. ვისაც ახლა გაწყობთ ის სხვა ვარიანტი გაწყობთ, მაგრამ აქ მე მაგქალი არ მიფიქსირდება, თორემ მაშინ ასე არ ვილაპარაკებდი. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო, ეს ჩაფიქრებულია და შეიძლება ახალიც, მაგრამ ჩაფიქრებულზე რატომღაც ესე უფრო წამოვიდა, ან შეიძლება ეხლა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში ძალიან მალე ეს ადამიანი. ასე რომ გისურვებთ წარმატებებს, დაგემშვიდობებით, იმედია ეს ინფორმაციები გამოგადგებათ. ნუ გეშინიათ. ერთი რაღაცას გეტყვი, არც ერთ ქალს არ შეგეშინდეთ არავინის. თუ შიში დაგეუფლებათ, რაღაცა არის, ხო ზოგი გაშინებთ, ზოგი ისე თქვენ ცხოვრებისეული რაღაცა. მაგის გამო შეგიძლიათ ჩაეწეროთ კონსულტაციაზე, უნდა მითხრათ, რატო ეწერებით, იმიტომ რომ ადამიანი თემას რომ ვერ შეარჩევს, რა ვიცი ისე და მე მივდივარ გამოცნობაზე რა ჭირდება ამ ადამიანს, ესე დაბნეული ვინც მოდიხართ ან არ მეუბნებით. არაფერი არ არის მაგ მოსარდებელი. ჩვეულებრივად შეგიძლიათ ნინო, ესე არის საქმე და ამისთვის ჩავეწერე და არ ვიცი რა გამოჩნდება, რჩევა გამოჩნდება, რა შეგიძლია მითხრა და გეტყვით დაგელაპარაკებით. არასდროს არ შეგეშინდეთ არავინის. არც ერთ ქალბატონს, არც ერთი მამაკაცის. გასაგები არის თქვენთვის? თუ რამეს ვერ გაიგებთ, ჩაიწერეთ და უფრო მათ რა ქვია სრულყოფილად უფრო მათ დაგელაპარაკებით. რა ქვია, ისე რომ ეს შიში და რაღაცები გაგიქრეთ და სხვანაირად შეხედოთ ყველაფერს. არავინის არ შეგეშინდეთ. მაგრამ ეხლა მე იმას კი არ გეუბნებით, კაცო, კაცი მთაზე რო შემოდგა და გადავხტები ახლა აქედან და არეკა ეს რა ქვია, ანგელოზები დამიჯერს და გადავფრინდებიო, ისი არ არის. გელს ნუ ჩაუგდებთ ახლა თქვენს თავს ხახაში. იმის იმედით, რომ ნუწყოყოჩობას უნდა დაიწყებთ, ნუცტრაბახობას უნდა დაიწყებთ. ასეთი მაგარო ვარ მე და ისეთი მაგარო ვარ და არა. მაგრამ ის რომ ეხლა თქვენთვის ლამაზად ხართ რა ვიღაცა ისე ხო ხვდებით და მით უმეტეს ესეთი ტიპაჟების არ შეგეშინდეთ და ამათ თავი არ გადაათელიოთ. გისურვებთ წარმატებებს და გემშვიდობებით დროებით.